როგორც ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში აღვნიშნეთ, არსებობს ქართული ენის სწავლების სამი მიმართულება: ქართული როგორც მშობლიური ენა, ქართული როგორც მეორე ენა და ქართული როგორც უცხო ენა. ერთი გადაცემა უკვე მივუძღვენით ქართულის როგორც უცხო ენის სწავლების საკითხებს და დღეს კი გვინდა ჩვენი ეთერი დავუთმოთ ქართული ენის სწავლებას საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობისთვის ამ თემას გავშლით. დღეს ენათ მეცნიერ თინათინ მარგალიტაძესთან ერთად რომელიც გადასარევად გამოიყურება ავტომატურად. დიდი მადლობა. ვიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენი არაჩვეულებრივი სტუმრია. კარგად გმადლობ, დაგიბრუნდით. ვიხარია. ძალიან გთხოვთ წვეტები ნუგან. რა გვაკლდები ხო? რა ვქნა, საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავი, ესეც საჭიროა. ისეთი არგუმენტები აქვს, ვერაფერს ვერ იზამთრებთ. როგორ გიკითხოთ? მადლობთ, კარგად. მე მგონი დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, იმიტომ რომ ენა, როგორც ვიცით, არაერთხელ გაუსვით ამას ხაზი, ქართული ენა არის ჩვენი ქართველების იდენტობის, განსაზღვრისა და შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ გარდა ამისა ის სახელმწიფო ენაა და ამიტომ მთლიანი სახელმწიფო რომ შეიკრას და იფუნქციონიროს როგორც ერთმა სახელმწიფომ, ამისათვის ერთმა ორგანიზმმა, ამისათვის აუცილებელია რომ სახელმწიფო ენაზე მეტყველებდეს ამ სახელმწიფოში მცხოვრები მოსახლეობა. ჩვენ ვიცით რომ ეს პრობლემა იყო წლების განმავლობაში რომ მოწყვეტილი იყო გარკვეული რეგიონები, იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ ქართული ენა, მერე წამოვიდა ისე რომ აღარც რუსული იცოდნენ, აღარც ქართული იცოდნენ და რეალურად წარმოიდგინეთ რეგიონი, რომელიც უყურებს თქვათ მხოლოდ უცხო ქვეყნის ახალ ამბებს და ისმენს მხოლოდ ახალ ამბებს უცხო ქვეყნიდან, ხო, ეს რამდენად კარგია ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ამიტომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სტრატეგიული თემა და მე დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი კახა გაბუნია, რომელიც არის მემატიანე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი არაქართული მოსახლეობისათვის ქართული ენის სწავლების და არის მემატიანე. აი როგორ გადაიდგა ეს პირველი ნაბიჯები და მე ვფიქრობ რომ აი ეს თემები იქნება ძალიან საინტერესო ჯერ მივესალმოთ ბატონ კახას და შემდეგ ვთქვათ შეკითხვები. და მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ. მე იმასაც არ დავმალო რომ ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ კახას და მის შემოქმედებას და მე გეთანხმებით თქვენ რომ ვინ ისაუბრებდა ამაზე უფრო კარგად ვიდრე კახა მე არ ვიცი და ამიტომ მე დავსაუბრ პირველ იმ კითხვას რომელიც დასმას ალბათ ბევრს მოერიდებოდა მაგრამ მე არ მერიდება. მე ცოტა გამიჭირდა სხვაობის მოძებნა წინა თემას რასაც წინა შემთხვევაში ვისაუბრეთ გალბატონ ქეთევან გოჩიტაშვილთან ერთად და დღევანდელ თემას შორის სად გადის ზღვარი ძალიან საინტერესოა ეს დიფერენციაცია აი ამ ორ მიმართულებას შორის უპირველესად მივესალმებ მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისათვის და ნუ ახლა რა თქმა უნდა ცოტა გადაჭარბებული იყო გალბატონის წინას მემატიანობის ისა მე სიმართლე გითხრათ ახლა რა თქმა უნდა მანამდეც იყო აი ზუსტად გამსახურდი ეს დროს უკვე იყო პირდაპირ შექმნილი აი ლინგვისტები, ენათმეცნიერები მიდიოდნენ, ასწავლიდნენ ამ რეგიონებში, ჯგუფები იქმნებოდა მე შევარდნაძე. ხალი და რეალური პროცესი როდიდან დაიწყო? აი ზვიადის მერე. აი მოდით მაშინ აი დავიწყოთ რახან ესა პირველი ბატონი არჩილის კითხვას გავცენ. ეს დიფერენცირება არის პრაქტიკულად აი იმ გამოცდილებიდან რაც უკვე გაიარეს დიდი ხანია უკვე გაიარეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ეს იყო აი ჯერ კიდევ ბრიტანული შემდეგ აი ახლა ჩვენ უშუალოდ საიდან ჩვენთან როგორ დამკვიდრდა და როგორ მოიდგა ფეხი ამგვარმა ასე ვთქვათ გადანაწილებამ ეს იყო 2000-იანი წლები, მანამდე ახლა როგორც ასეთი არც უცხოენა იყო, ქართულს ასწავლიდნენ და მორჩა. და მე გეტყვით აი ზუსტად ისტორიაზე რომ ვიზავთ, აი რა პრინციპული სხვაობა არის მეორე ენის სწავლებასა და უცხო ენას. არა, უცხო ენას შორის უფრო ნაკლებად. მშობლიურსა და მეორე ენას შორის აი ამაზე მექნება და მე აი რატომ მოხდა მე კიდევ ვთქვათ უცხო ენის უცხოური ენის ახლანდელი დღევანდელი ტერმინოლოგიით ჩამოყალიბება აი ამ ტერმინებზეც რა თქმა უნდა ვისაუბრეთ. მოდი დავიწყოთ აქედან, აი რატომ მოხდა და მე გადავიდეთ ისტორიაზე. ნახეთ რა ხდება ახლა ჩვენ ყველა ვსწავლობდით უცხო, ну მაშინ უცხო ერქვა ახლა ეწოდება უცხოური კი ეს უკვე დამკვიდრდა და სხვა შორის მე მომხრე ვარ რომ ეს დამკვიდრდა უცხო მაინც ძალიან
ხო, ცოტა სხვა და უცხოური ნიშნავს ხა რა კიდევ ხო, ცოტა უფრო ახლო. თუმცა უცხო ენა ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურად ჩემი არ არის. ხო. ახლა ნახეთ, გავაგრძელოთ რა ეს პრობლემა რა ხდება, როდესაც ვლაპარაკობთ რომ ქართული როგორც მეორე ენა. ეს არის პირდაპირ გამიზნული იმ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ჩვენი უმცირესობებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ფართო გაგებით ქართველები, ოღონდ არა ფაშისტურ ნაციონალისტური გაგებით, არამედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი რა თქმა უნდა და მათი ასე ვთქვათ, აი დამოკიდებულება სახელმწიფო ენისადმი არ შეიძლება, აი ნახეთ, ლოგიკურად გამორიცხავს, რომ ეს იყოს უცხო ენა. შესაბამისად, ზუსტად ანალოგიური პროცესები იყო დაუშვათ ბალტიისპირეთში და ჩვენ დღემდე გვაქვს აი ძალიან ინტენსიური ურთიერთობა და კომუნიკაცია ამ ჩვენს ბალტიისპირელ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, აი სამივე ქვეყანაში ეს იყო აი ერთ-ერთი აი მნიშვნელოვანი, აი იცით აი ეს რაღაც ასე ვთქვათ აი ამოსავალი ცნებები, რომელზეც მე ეფუძნება მთელი მოძღვრება, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას და იქ იყო ეს და აი პირველად ჩვენ ვარ მოგატყუთ აი ასეთი დაყოფის შესახებ შევიტყვით 2001 წელს, აი ამას გეუბნებით, ნამდვილად როდესაც ჩვენ უკვე ჩავერთეთ მე ისტორიაზე. ანუ 23 წლის წინ. კი, აი მაშინ იყო რომ პირველად გავიგეთ რომ თურმე ყოფილა უცხო და მეორე ენებს შორის განსხვავება. რატომ აგერ ეს არგუმენტი გითხრა. ეხლა არ შეიძლება მშობლიურსა და მეორე ენას და ეხლა ნახეთ როგორ არის დიქოტომიაც არის ამავე დროს. რა არის მშობლიური ენის სწავლება ენის და ლიტერატურის, ნუ ეხლა როგორც ჩვენ გვასწავლიან და იქ პრაქტიკულად მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ სხვა სისტემას არ ვსწავლობთ. ნებისმიერმა 6 წლის ბავშვმა სისტემა, ენობრივი სისტემა, აი მაგალითად ქართული ბავშვი მიიყვანე 6 წელს ასაკში სკოლაში, ხო? ის რეალურად არაფერს ახალს არ სწავლობს. ის უბრალოდ აკორექტირებს იმ სისტემას, რა სისტემაც მასში არსებობს. სისტემა უკვე მას აქვს, ენობრივი სისტემა. 12 წლის განმავლობაში სწავლობს და ახლა ნახეთ რა ხდება. მეორე ენის სწავლების დროს შენ რეალურად გიხდება ის, რაც იმან პირველიდან მე-6 წლამდე. კი ბატონო. აი ეს ენობრივი სისტემა, ასე ვთქვათ, შეიქმნა. ხო? ეს როგორ ხდება ახლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ აღარ გავაკონკრეტებ, მაგრამ რეალურად ჩვენ აი ეს უნდა გავიაროთ და მერე დავიწყოთ უკვე ის კორექტირება, მარცება იქნება, ორთოგრაფია ეს კიდევ უამრავი სხვა საკითხია. წინადადება რომ სწორად დაალაგოს, მას უნდა გქონდეს შექმნილი სისტემა. აი ეს ხო ხდებით როგორი აბსოლუტურად ის რაც შეეხება აი უკვე მეთოდო ახლა შევხედოთ ახლა მეთოდიკის თვალსაზრისით. მეთოდიკურად, პრაქტიკულად უცხო და მეორე ენას შორის აი ახლა აი რო გითხრათ რომ დიდი სხვაობა არის და აი კარდინალური განსხვავება არ არის. თუმცა აი მაგალითად ინტერკულტურული კომპონენტი აი რომელიც ნუ მოიცავს იმას რომ მაგალითად ახლა ის ვინც აქ ცხოვრობს იმან უნდა იცოდეს აქაური ხო ენა ხო კულტურის მატარებელია და ის კულტურა რასაკვირველია უცხოენის შემთხვევაში ეს აუცილებლობაა ნუ ყოველ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა ახლა გაცნობთ ახლა რომ იცნობდეს ახლა ხინკალს და სიტყვაზე ხაჭაპურს ეს სხვა საკითხია მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ ის რაც არის მნიშვნელოვანი კულტურული ანუ მე კიდევ დაუბრუნდები ამას ახლა ჰუმბოლტის იმას იცნობთ ალბათ თქვენ რომ ენა არის ასე ვთქვათ ცნობიერებით ვთქვათ ხო ხო ანუ კულტურა არის აისახება ენაში ნებისმიერი ერის კულტურა იმ ენაში აისახება რომლის მატარებელიც არის და შესაბამისად აი ეს განსხვავება ნამდვილად არის მეორე და სხვა მხრივ ახლა სტრატეგიები მეთოდოლოგია როგორ ასწავლი ხერხები პრაქტიკულად რამდენად აქტუალურად დგას ეს პრობლემა ჩვენთან ანუ პრობლემაც კი არა უბრალოდ უფრო საკითხი რამდენად აქტუალურია დღეს ქართველებისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ მოდ დავიწყოთ აი სტატისტიკით იმიტომ რომ კარგად ვიცნობ უკვე ამ ძალიან დიდი საუნდტროლო ცენტრი ძალიან საინტერესოა სტატისტიკა არის ასეთი ანუ მოდ დავანებოთ თავი იმას რომ მთელი თაობები ერთი თაობა კი არა თაობები ჩვენ ყავს აი ამ
ქვემო ქართლსა და აი ორი ძირითადი რეგიონი, ნუ კახეთშიც რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული ხო, სასაზღვრო სოფლები კი ბატონო. არა მარტო სასაზღვრო, იქ არის რა საკმაოდ ბევრი, აი ყარაჯალა და ის აგარიგოში, თელავში არის სოფლები, სადაც ნუ ყავს ეს უმცირესობები, რომელთაცაც მშობლიური ენა არ არის ქართული. შესაძლოა მასწავლებლები არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ქართულს ასწავლიან. მაგას მოგახსენებ ყველაფერს დეტალურად, როგორ მოხდა ეგ და რანაირად ხორციელდებოდა. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ხალხი არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ნუ რეალურად მოდი ასე ვთქვათ 13%, რაც ახლა აი ამ არჩევნების 13% მთლიანად ჩვენი მოსახლეობისა არის ნუ ეთნიკურად არაქართველი, ხო ვიცით ეს 13% არ არის დაბალი მაჩვენებელი. ნუ ახლა რა თქმა უნდა ბალტიისპირლებთან შედარებით მაგრამ სიტუაცია მაგრამ საკმაოდ მაღალი. მით უმეტეს თუ შევეხებით სკოლას. ნუ სკოლაში ხდება რა მოდი ასე ვთქვათ ყველაფრის და ყველაფერი როგორ ნუ დიდი წილი და დიდი წვლილი მიუძღვნის სკოლას. მაგრამ ახლა მოდით ასე ვთქვათ ჩვენ ვიცით ხოლმე სხვა ჩვენს ქართველებმა ვიცით ძალიან ხშირად ასეთი რამის და ბევრისგან გამიგონია ისო საკმაოდ სოლიდური ხალხისგან. აი ესეთი განათლებული წარმოსადეგი ეს რა მართლა რომ აი ვერ იტყვი რომ რაღაცა ახლა რაღაც სხვა მიმართულებით და ადანაშაულებენ იმ პირებს ვინც არ იცის ქართული. დაწყებული როგორც ნუ დიდი ასაკის ასე ვთქვათ აი ხო თქვი არა თაობებია დაკარგული რომელთაც გაიარის მოდი პირდაპირ საბჭოთა სკოლა. საბჭოთა სკოლა იყო კატასტროფა ამ მხრივ. რატომ? იმიტომ რომ აი ახლა თქვენ ახლა არ გემახსოვრებათ ახალგაზრდები ხარ და 2000 წლისთვის იმიტომ რომ მანამდე გითხარით რომ კი მიდიოდა სწავლება ნამდვილად აი წლები იყო აი ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყო მე შევარდანძის დროს აი ქვემო ქართლში მაგალითად რაგარი იყო ის გუბერნატორი ის ხელმძღვანელობდა მაგ-იმას ახლა რამდენად კარგად ხდებოდა ხარისხიანად ეგ სხვა საკითხია ახლა ამას არ შეიძლება მაგრამ ნუ ცდილობა მაგრამ ნახეთ ახლა არანაირი მეთოდოლოგიური რაღაცა საფუძვლები არანაირი რაღაცა თეორიული ის არ არსებობდა საჭიროების გაცნობიერება რა თქმა უნდა აი გეტყვით რა როგორ მიდიოდა სწავლება მიდიოდა ეს რომ ასწავლენა სახელობით მოთხრობით პროგრამით იმით პროგრამა იქით მე ეს მის კატეგორიები და ნუ აი ეს იყო რა ქართულის სწავლება და ამით ეგონათ მართლა ეგონათ გულწრფელად ეგონათ რომ ქართულს ისწავლიდა მაგალითად ის აზერბაიჯანელი თუ სომეხი თან ასაკოვანი მოქალაქე არა თან სკოლაში ინასწავლიდა კახა იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცი ჩემი აზერბაიჯანელი სტუდენტებისგან მომისმენია რომ ისეთი მასწავლებელი ასწავლიდათ ქართულს რომელსაც თვითონ არ იცოდა ქართული ეგ კიდე ეხლა სკოლას მე არ შევხედილა ამ წუთას კი 90-იანი წლების ამბები მოუყევი რომელშიაც მეც ნუ ნაწილობრივ ვიყავი ჩართული იმიტომ რომ ნუ ახლა გულწრფელად რო გითხრათ მე ფორმალობად მიმაჩნია დღესაც კი აი ის მიუხედავად აი უამრავი ჩვენი კოლეგის რომ ახლა ძალიან ბევრი განათლებისების თუ მთლიანად იყო აი ამ პროცესში ჩართული მაგალითად იმ პერიოდში რა აი ჯერ ზვიადის მე დღეს რა ვითარება რა აი დღეს როგორ შეიძლება ისე გავიდა რამდენი 23 წელი კი ბატონო პირველი დავიწყოთ მოდით სკოლით იმიტომ რომ სკოლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ერთ-ერთი ეხა ესეთი გასვლებით გამოსვლებით მე ბევრი უამრავი პროექტში მიმიღია მე მონაწილეობა თქვათ ამ ენის კურსები დასულთათვის ამით დავიწყე სხვათა შორის აი 2000 წელს იყო პირველი პროექტი EUTOS ეროვნული უმცირესობათა უმაღლესი კომისიის მიერ ორგანიზებული რომელშიაც ნუ საკმაოდ სხვათა შორის რა სუხე პროექტი იმ ხრივ რომ ჯერ ჯავახეთი დაიწყეს შემდეგ გადავიდნენ ქვემო ქართლზე პრაქტიკულად ყველა მასწავლებლის გადამზადება რაღაც აი ძალიან ამბიციური პროექტი იყო და არა მარტო მასწავლებლების დასრულებისთვის იყო სპეციალური ასე ვთქვათ ჯგუფები შექმნილი ახლა მე როგორც მახსოვს ახლა ზუსტად არემებს ახლა ნამდვილად ვერ გავიხსენებ დიდი ხანი გავიდა რა უკვე მაგრამ აი ყველა ახალ ქალაქში მაგალითად ვიყო მე თუ არ ვთქვი 7-8 ჯგუფი ნინოწვილი აი ეს თითოეულ აი ესეთ იმაში ახალ ციხეში იყო ეს ჯგუფები ქვემო ქართლში ნუ პრაქტიკულად მარნეულში იმაში და აი ახლა მაგალითად თქვენ გსმენიათ ალბათ ენის სახლები რომლებიც ნუ პრაქტიკულად ყველა ამგვარ
ხო ყველა რეგიონში და ყველა ცენტრში არის შექმნილი 17-16 ცენტრი არის ზურაბ ჟუჟვანიას ადმინისტრაციული სკოლის დაქვემდებარებაშია ახლა პირველი ცენტრი ორი ცენტრი ნინო-წმინდის და ახალქალაქის ჯერ კიდევ 2005 თუ 2006 წელი იყო ჩვენ შევქმნით არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელიც ახორციელებდა აი ამ პროექტებს ასე ვთქვათ აი ამ სამსაჯავახეთსა და ქვემო ქართლში მაშინ სამინისტრო პირდაპირ გითხრა კი თანამშრომლობდა იმ ხრივ რომ უხელს არ გვიშლიდა ნამდვილად ხან უმოქმედობას რა სარგებლიანი არა ცუდად ესმის ზუსტად მაგაზე ხელი რო შეკიშავა მაგასაც ფინანსები არ კონდა რა ესმის მაგ წელიწადში მაგ დროს არ ვიცი კიდე რა მე მოხდა ისე რომ ნუ უბრალოდ ახლა ხო იცით რა არის პილოტირება და არის შემდეგ უკვე მისი ასე ვთქვათ დანერგვის ეტაპზე გადასვლა და ნუ ეუთო მოელაპარაკა ეს სამინისტროს რომ სამინისტრო თავის თავზე აიღებდა და ნუ განაუწევდა გააგრძელებდა ამ საქმიანობას და რეალურად ეს გადავეცით ჩვენ ეს ცენტრები და იმის ბაზაზე მე უკვე მოხდა ისე რომ აი ხო გეუბნებით ყველგან ლამის რა მარნეულში წალკაში ყველგან არის უკვე ეს ენის ნუ ასე ვთქვათ ანუ დღეს უკვე ეს მოცემულობა კი დღეს გვაქვს ეს სადაც აი ხა მოდით ეს ვთქვა სადაც დასრული მოსახლეობა სურვილის შემთხვევაში აქვს საშუალება გაიაროს კურსი აპირველი დონის აორი დონის ძალიან აი ეს ძალიან საინტერესო ბოდიშიაჩო რაღაც აი ეს ქართულ ენაშიც გვაქვს ასეთი დაყოფა კი ბატონო მოგახსენეთ რასაკური და ასე შემდეგ იმიტომ რომ არ მქონდა აქამდე გაგა რა თქმა უნდა აქამდე არ იყო ეს ნუ მოდით ასე ვთქვათ იყო ოღონდ არ იყო ასე ვთქვათ აღიარება შეიძლება ასე ვთქვათ არ იყო პრინციპში ეს იყო თარგმანი მოდით პირდაპირ თქვა მე არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი აგრეთვე ჩემი და კარლოტენ თინათინის ძალიან ახლო მეგობარი მარიკა უძელი რომელიც იყო პირველი მერცხალი ასე ვთქვათ რომელმაც შემოიტანა ეს ევროპული თქვენ იცით ალბათ ეს ევროპის საბჭოს მიერ ეს დონეებად დაყოფა ენისა არის ნუ აი ყველასთვის ნუ შეიძლება იყოს სტანდარტი საერთაშორისო რა ინტერნაციონალური სტანდარტი რომელსაც მარიკა იყო ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი და დღესაც ესეა მაქედან გამომდინარე ხალბატონმა მარიკამ ასე ვთქვათ მაშინ ჩვენ აი უთოს როგორც გითხარით საკმაოდ ისეთი მასშტაბური პროექტის ფარგლებში დაგვიკავშირდა მაშინ ნუ ახლა მე კი მანამდე ვიცნობთ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მაგრამ ნუ მაშინ უკვე ოფიციალურად და მაშინ იყო ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ამ ხრივ უკვე პირველი რაც იყო რომ ქალბატონმა მარიკამ გააკეთა სწორედ ქართული ენისათვის ეს დონეების აღწერილობა და რაც მთავარია კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყველა სასაფუძვლო დოკუმენტი რომელიც კი ევროპის საბჭოს ენის დივიზიოს ეძახიან ნუ განყოფილების დეპარტამენტის მიერ იყო შექმნილი საერთაშორისო ყველა ნუ აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის და ყველა ენისათვის ისინი ყველაფერი ვთარგმნეთ ქართულად კახა მე აუცილებლად შევეხო იმ ამბავს მასწავლებლის და პედაგოგის მხარეს ახლა რა ვინ არის ადამიანი ვინც ამას ასწავლის არის სპეციალური კვალიფიკაცია სჭირდება სპეციალური გადამზადება სჭირდება რა ვინ არიან დღეს ყავს თუ არა ჯერ აქედან დავიწყო და ვინ არის საჭირო იმისთვის რომ ადამიანი ცხოველს კეთევანი რო ყავდა მაშინაც ვისაუბრეთ ამაზე რამდენად არის ინტერესი სტუდენტებში დღეს რომ იქცნენ ასეთ პედაგოგებად რომლებიც არის ცალკე მიმართულებად თუ შეიძლება ეს ინტერესი გაჩნდეს წლების და ათწლეულების განმავლობაში აი მე შემიძლია მხოლოდ აი თუნდაც ქართულს როგორც უცხო ენის ანუ მე უცხო ენაც არის რეალურად მეორე ენა ოღონდ უფრო კარგი რა შესაბამისად ამის სწავლების ტექნოლოგიები მეთოდოლოგია სტრატეგიები ხომ აი მე თითებზე შეიძლება ჩამოთვალოთ თქვენ რამდენიმე აი მაგალითად შუქია აპრიდონიძე ახლა ვიცით რომ ნუ მიჩის კიდეც რა ახლა იყო აი თავის დროზე გელა რა გვარია კაცო ჩარკვიანი და აი რამდენიმე ისეთი ნუ ახლა გერმანულში იმაში კიდევ ნუ თავისი რაღაცა ისეთი რომელთაც იცოდნენ როგორ ესწავლებინათ იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ახლა წლების და ათწლეულების განმავლობაში ვეძახდით სწავლას მაგალითად 2000 წლამდე მე პირდაპირ გეუბნებით 2000 წლამდე მე დავიწყეთ ამაზე მუშაობა თქვენ იცით სკოლაში როგორ ისწავლებოდა არაქართულენოვან სკოლაში მაგალითად ქართულს როგორ ასწავლეთ იცით არა იწლებოდა შუშანიკის სამებით
ხო, არ მანამდე რა იყო, ნუ ეხლა ეს კი, მაგრამ აი ისევე როგორც მერვე კლასში, მაშინდელ მერვე კლასში იყო შუშაიკის და ოღონდ ვითომ და დიდი განსხვავება იყო შემოკლებული ვერსია. აბოსაბება შემოკლებული ვერსია. მე ნუ ასე გრძელდებოდა ვეფხისტყაოსანი შემოკლებული ვერსია და ასე უნდა ესწავლა ქართული. გრამატიკა ჩვეულებრივი, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, აი ანუ ახ თქვენ აღარ მოესწარეთ და კალბოდუნთინათინი აი შანიძე იმნაიშვილი კვაჭაძის სახელმძღვანელოთი ასწავლიან ჩვეულებრივ გრამატიკულ აი უთულეს კატეგორიას მწკრივი მე შევსწრები ვარ მესამე სერიის მწკრივი როგორ იწარმოება ის რომ მომიყვა და რამდენი გაკვეთილი შეიძლება ამ ვითარებაში გაძლოს ხო ნუ წარმოუდგენელი ეს ხო შედიზორიტებული არ არის ხო შედეგს ვერ მოიტანს რა თქმა უნდა და ამიტომ აი მე ახლა ვახსენე რომ აი ჩვენი ძალიან ბევრი ისეთი რა სოლიდური და წვიანი და ესეთი ადამიანი იმათა დანაშაულება რა უნდა დანაშაულო ახლა რომელი აზერბაიჯანელი და სომეხი პატარა ბავშვი რომელსაც ეუბნები რომ მესამე სერიაში მესამე თურმეობითი არის ნუ აი იწარმოება რაღაც იმისი და კახა მე პრეფიქსის და სუფიქსის აწამბები რა თქმა უნდა და სრულიად უშედეგო იყო შესაბამისად დადანაშაულება იმათი კი არა არის სახელმწიფო რა თქმა უნდა ახლა რომ შუქი ახსენე აფრიდონიძე ხო ქალბატონო შუქია მართლა თაობები გაზარდა ქართველოლოგების მისი ერთ-ერთი მოსწავლე ხა ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი წერდა როცა გარდაიცვალა ქალბატონი შუქია რომ სამი თაობა მაინც ორი მაინც ეყოლება გაზრდილი თუ არა სამიო მაგრამ ქალბატონი შუქია ასწავლიდა ქართველოლოგებს ანუ ადამიანებს ლინგვისტებს რომლებიც ჩამოდიოდნენ და უნდათ ქართული ენის შესწავლა და ქართველოლოგებს ასწავლიდნენ და აი როდის დადგა დღის წესრიგში აი ამ ქართული ენის სწავლება როგორც ენის და არა თქვათ როგორც მეცნიერებს რო ასწავლი იქ ხო სხვა მეთოდებია ხო ბატონო მაშინ მოგახსენებთ ეს იყო დაახლოებით ნუ ახლა ჩემი თავს მაინც იმაშვები ამ პროცესებში ჩართულად იმიტომ რომ მართლა მე რო ვუყურებ ახლა ხო რეალურად აი არაფერი არ ყოფილა მათ შორის ეს 1+4 ცნობილი პროგრამა მათ შორის აი როდის დაიწყო 1+4 ეგ 2000-ში ეგ საკმაოდ გვიანი იყო 2000-ში და ისიც დიდი ხანი ვამზადებდით ამას და სხვათაშორის რამდენიმე მინისტრმა უბრალოდ ხელიც არ მოგა არაო რატომ ახლა ეს არის საშეღავათო და ბევრი დღესაც კი ძალიან ბევრი ამბობს რომ არა შეღავათი არავითარ შემთხვევაში ხდებით ეს თქმა მინდა და აი მაგალითად კახა ლომაია რომელმაც ბევრი საქმე გააკეთა ახლა განათლების სისტემაში მოდით ნუ დაუკარგავთ მას ჩემი აზრით რაღაცა შეცდომებიც ჰქონდა ხა პირადადაც ჰქონია რაღაც მასთან სიტყვაზე რაღაცა შენიშვნები მაგრამ ნუ რა თუნდა ლაპარაკი რომ და ამ ხრივ მაგალითად აი რაზეც ჰქონია მე პირადად მკამათი ასე ვთქვათ და არ ვეთანხმებოდი აი ეს იყო რომ ის კატეგორიულად არ ეთანხმებოდა შეღავათს როგორც ასეთი. შემდგომ იყო საჩურს აი ახლა რახან დაინტერესდით ამ 1+4 ნიკა გვარამია აგერ იმის იცით მოვიზეს ლაპარაკი ძალიან მცირე ხნით იყო საჩურის რამდენიმე თვე მაგრამ მოვასწარით რომ მან ხელი მოაწერა ამ 1+4 პროგრამის ამ რო ახსნათ თან აი ავტორიტეტი რა არის აი ახლა რა არის ეს მოგახსენებთ რა ის რომ სახელმწიფო ვერ მოახერხა პირდაპირ თქვათ ესა და აგერ გავიახა 90 წლის მერე გასული იყო უკვე კაი 20 წელი. და რეალურად ჩვენ ამ ხრივ ნუ ოდნა უკეთესი, მაგრამ სისტემური ცვლილება დღემდეც არ აქვს. ქართულის სწავლების თვალსაზრისით. ახლა რო ამოდით ალბათო თინათინი მეუბნებოდა რომ იცი რა ამბობ ახლა უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად ვეთანხმები რომ უკეთესი არის მაგრამ სისტემურად არაფერი აი ესეთი აი სისტემური ცვლილება ვერ მოხდა. არა და ამ აი 1+4-ის არსი რა იყო. ეს იყო რომ სახელმწიფომ დააშავა ვერასწავლა იმ აბიტურიენტს რომელსაც უნდა უმაღლესი განათლების მიღება და საქართველოში ვერ იღებს იმიტომ რომ მან არ იცის სათანადო დონეზე ქართული რომ ჩააბაროს ის გამოცდები ხომ ნაეკის გამოცდები და თავის სასურველ პროფესიაზე წავიდეს არა ამიტომ ახლა რა ხდება ის აბარებს მშობლიურ ენაზე უნარების გამოსვლა ზაცულთ ალბათ ის უნარების გამოსვლა დღეს აღარ არის სხვაგან არის მარტო არის მარტო აქ და ამ უნარებს აბარებს ერთ გამოცდას და მე ხდება ერთწლიან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე რომლის დასრულების შემდეგ თუ აიღო სერტიფიკატი
ნებისმიერ პროფესიას ირჩევს, ნებისმიერ პროგრამას და აგზელებს სწავლას. ყველა უნივერსიტეტში პრაქტიკა. ისე კახა ჩვენ რო შევაფასოთ, ეგ აი მე თუ მკითხავთ ის რომ ეს იყო უფასო იყო ამათთვის, ანუ ეს აი სამწუხ ეგ იყო ყველაზე დიდი ნაკები. რას ნიშნავდა? არა, საშეღავათო იყო ის რომ 4 გამოცდის შაბარება არ უწევდა და თან ქართულ ენას. ხო, მაგრამ რა არის იცი ამის შედეგი? აი ხა მე ხო ამდენი წელია ფინანსებს ბარემ ამასაც დავასრულებ და მე გააგრძელეთ. ფინანსებს არ შეეხება, რატო გონიათ რომ ეს იყო დაფინანსებული, ზოგადად რატომ გონიათ. 100 სტუდენტი უმაღლესი ქულის მქონე იღებდა გრანტს. და ამიტომ ეგონათ რომ ახლა როგორ 5 წელი იყო გასული და ერთ-ერთ რაღაც ფორუმზე კონფერენციაზე სახელმწიფო მოხელემ ერთ-ერთმა სერიოზულმა რა პირდაპირ თქვა რა გინდა თუ კაცო ხო ხელა თუ უფასოდ გასავლით ქართულსო და ხალხი გაგიჟდა ახლა ისინი იმიტომ რომ რეალურად ახლა ჩვენში დარჩეს და თვითონ ჯიბიდან უჭირთ და ამიტომ მაგალითად აზერბაიჯანელებს ეხმარება სოკარი პრაქტიკულად ყველას არა მაგრამ უმრავლესობა მაინც დაფინანსებულია სოკარი ვაიმე ღმერთო რა საინტერესო ხო მაგრამ იცით რა რო შევხედოთ ახლა ხო მე ამ სტუდენტებს ვასწავლი აღარ მახსოვს უკვე რამდენი წელია ხო ანუ პირველად რომ გამოჩნდნენ ეს აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ახლა მე ხო მახსოვს ის პირველი პერიოდი და მახსოვს მათი კომპეტენცია და ახლა რეალურად ის რომ ეს იყო შეღავათიანი მათთვის ხო ანუ 4 გამოცდას არაბარებდნენ ამან რა თქმა უნდა გაზარდა ინტერესი და მოვიდნენ ეს სტუდენტები შეიძლება ბოლომდე ის დიდათ ახლა ცოდნის მიღების სურვილი არ ქონდათ შეიძლება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხო ცით შეღავათი სადაც არის იქ ყოველთვის ჩნდება ხოლმე რეალურად ამან მოიტანა ის რომ მე მაგალითად ვიცი რომ კერძო სკოლები გაჩნდა რეგიონში ქართული სკოლები კერძო და აი იგივე მაგალითად აზერბაიჯანულ რეგიონში ხა ზუსტად რეგიონი არ მახსოვს მე ვიცი რომ ჩემს ერთ-ერთ კოლეგას აქვს გახსნილი იქ კერძო სკოლა და სადაც აზერბაიჯანელები იხდიან ამ თანხას რომელიც გაცილებით მაღალია ხო ვიდრე ხა უფასო სკოლები იხდიან ამ თანხას რომ მათმა შვილებმა უკვე სკოლაში ქართულად ისწავლონ სკოლაში და უკვე ისინი რა თქმა უნდა უნივერსიტეტში უფრო მომზადებულები მიდიან და რეალურად ჩვენ ვხედავთ რომ აი სტუდენტები რომლებიც მოდიოდნენ არც ქართული იცოდნენ არც რუსული იცოდნენ მე მგონი არც ის თავისი ენა არ იცოდნენ და ჩვენც ვიტანჯებოდით და არც ინგლისური არ იცოდნენ ჩვენც ვიტანჯებოდით და ისინიც იტანჯებოდნენ რეალურად ეს გადალახულია უკეთესი სტუდენტობა მოდის უდაოდ და მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ აი აზერბაიჯანელი და სომეხი ბრწყინვალე სტუდენტებიც მყავს ანუ მე ვფიქრობ რომ შედეგი არის მაგრამ მე ბატონ კახას ვეთანხმები რომ არ არის ეს საკმაოდ ბატონ კახა 3-4 წუთი რჩება დაახლოებით და მინდა გკითხოთ როგორ შეიძლება ეს სფერო გახდეს უკეთესი ჩვენს ქვეყანაში რა ნაბიჯებია გადასადგმელი არ ვიცი 3-4 წუთი რამდენად გეყოფა არა ძალიან ხო ნუ შევეცდები და მე სიმართლე გითხრათ ახლა ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს და ეს უნდა გავაგრძელოთ თუ იქნება გაგრძელება მართლა საზოგადოებისთვის მართლა საინტერესოა ეს საკითხი კარგი ახლა დრო არ დავკარგოთ მე ვარ წარმომადგენელი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებად შორისი ურთიერთობების ცენტრისა ბატონ შალვა ტაბატაძე არის ამ ცენტრის ხელმძღვანელი და ჩვენ აი მე 2000 წელი ვახსენე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ეს ჯგუფი ეგრე აგენტებად მაგრამ ნუ 2005-დან დავრეგისტრირდა ნუ უკვე შეიქმნა ეს გუნდი და რატომ მინდა ახლა ეს თქვა რეალურად მოიცავ თქვა რა იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა სერიოზული რეფორმა განვახორციელოთ იმისთვის რომ სერიოზული შედეგები გქონდეს კვლევა ხალხო საჭირო კვლევა სამინისტროს არ განუხორციელებია არც ერთი აი პირდაპირ გეუბნებით ერთი ორი აი ესეთი რა რაღაცა ფორმალური კვლევა რა აი როგორი დონის მასწავლებლები ასწავლიდნენ აი ჩვენ ახსენეთ და ნუ აღმოჩნდა საერთაშორისო 70% მაგალითად ქართულს ვერ ფლობს და ასწავლის ქართულს იყო ეს ახლა 2011 წელს ჩატარდა ახლა ვერ იტყვით თქვენ ამ წელს მე არ ვიცი ეს მიმინოშვილი რაღაცას თითქოს სკოლების მიმართულებით აკეთებს რაღაცებს ჯერ ყოველ შემთხვევაში არ მაქვს მაგრამ ანუ კვლევა შესწავლილი არ არის არაფერი აი საკითხი შესწავლილი არ არის და ისე ნერგავენ რაღაცას აი ახლა არის ესეთი მულტილი აი თქვენ ენა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს ვიდრე საერთოდ მოქმედო რასაკვირველია არც ის არასწორად დანერგო არც ის იზომება რა შედეგი მოგიტანა ამან არ შეიძლება ასე
პირველი უნდა გაკეთდეს აი ეს საჭიროების კვლევა. რა ხდება, როგორი მასწავლებელი ყავს, როგორია ეს. შემდეგ ბატონო, აგერ არსებობს უზარმაზარი გამოცდილება. შეიძლება იმიტომ არ ტარდებოდეს ეს კვლევები, რომ ძვირია კახა, თუ რამე ობიექტური გარემოება შეიძლება. უბრალოდ ნება და კეთილება და ინტერესი. ინტერესი უნდა იყოს. ნუ ახლა ის რა მინის ვერ მოთხოვ რომ ახლა ყველაფერი იცოდეს, მაგრამ ახლა ამის არსებობენ მოადგილეები, ამის არსებობს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც არსებობს ჯგუფი არასამთავრობო სექტორი ამისთვის არის ხალხო რა. დამიჯერეთ აი სამინისტრო ვერასოდეს ვერ გააკეთებს, რომ სამთან სუით სამპაიოთ ეგრე არ გამოდის რა. ვერაუა უკვე. თვითონ არა უაზრეც არ არის, არ შეიძლება რომ მე ვაკეთებ და თან ჩემ თავს ვამოწმებ. ნუ ახლა არ არის არსებობს სპეციალური და ეს ისე თქვა არსებობს შენაირი და არაერთი ზოგადად მე მგონია რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება თუ არსებობს კეთილინება და ინტერესი და თუ ტკივა ალბათ ესეთი საკითხები გაკეთებადი ყოველთვის არის და ჩვენს ქვეყანაში არაერთი ნიჭიერი და მცოდნე ადამიანი მოიძებნება ვინც ნებისმიერი მიმართულებით ნებისმიერ საკითხში შეიძლება დამხმარე ჯგუფად დაიყო ანუ თუ გინდა მოკრეთ ყველაფერი გამოდის რა სამინისტრო შეუძლია თავისუფლად რომ უზარმაზარი თანხა რასაც ხარჯავს რაღაც სიტყვაზე ვთქვათ რა ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხებში ესე რომ ხო თუნდაც ამ სფეროში ოღონდ სხვა მიმართულებით მაგალითად მოამზადოს მასწავლებლები აი მარტივ ყველაფერს რა კონკრეტულად აცხადებენ მასწავლებლებს უშუალოდ რა ვიცი მე ის მასწავლებლები საერთოდ წარმოდგენა აქვს ტრენინგის იმედზე არ შეიძლება მოამზადე მულტილინგური განათლების აგერ პროგრამა მაქვს მე პირადად ეს არის პროგრამა რომელიც ამზადებს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით რომელსაც ორ ენაზე შეუძლიათ გაკვეთილის ჩატარება ხო მე ვიტყოდი და ვიტყოდი რომ ესეთ ადამიანებს მოკლედ აუცილებლად მოვუწიოთ კიდე. აუცილებლად მოვუწიოთ ეს საქმე ძალიან. არა, ჩვენ ეს თემა აუცილებლად უნდა დავუძინოთ ეს თემას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო. ისე გაიფრთხილეთ რომ ვერც გავიგე და მე ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი პოლიტიკური საკითხია ეს, სტრატეგიული საკითხი, ეს არ არის მარტო განათლება. ნამდვილად ეგრეა. კარგი. დავამშვიდობოთ ჩვენს სტუმრებს, დავამშვიდობოთ ქალბატონ თინათინს, იმედით რომ ძალიან მალე შევხვდებით. მე თუ გუმანი არ ვღალატობს, ეხლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ. სულ რამდენიმე წუთში ძალიან მალე დაგესვით. სულ ცოტა ხანში.